მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ თეკლ სტრუქჩურის გამოყენებით, როგორ დავაანკეროთ ფოლადის სვეტი რკინაბეტონის ფილაში. კომპონენტების კატალოგში ვირჩევთ შესაბამის კომპონენტ 1014-ს. პირველ რიგში ნიშნავთ სვეტს, რომელიც გსურს რომ დავაანკეროთ, შემდეგ კი მივუთითებთ კონკრეტულ პოზიციას. ხედავთ, კომპონენტი შეიქმნა, რასაც მწვანე კონუსი ადასტურებს. ახლა კი შევიდეთ პარამეტრებში მის დასაედითებლად, საიდანაც შეგვიძლია ვცვალოთ სხვადასხვა პარამეტრები. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ წინასწარ შენახულ პარამეტრებს, სახელით connection 1. ჩატვირთვისთანავე ხედავთ, რომ ჩემ მიერ დამუშავებული პარამეტრების მიხედვით დეტალი ავტომატურად განახლდა, თუმცა გვაქვს გადაკვეთა ანკერებს შორის, რასაც ხილით გავასწორებ. ვიყენებ ბრძანებას move rotate. აქ მნიშვნელოვანია სწორად დავაფიქსიროთ ბრუნვის ღერძიან წერტილი. მივუთითოთ სასურველი კუთხე და მიმართულება და მოვაბრუნოთ ელემენტი. ჩვენი ბაზა თავისი ანკერით მზადაა. ახლა კი შეგვიძლია ის სხვა სვეტებზეც გადავაკოპიროთ. უფრო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოყვებით.